18 წელი გავიდა 7 ნოემბრის მოვლენებიდან ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების სასტიკი დარბევიდან. მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით ქუჩაში გასული მოსახლეობის წინააღმდეგ მაშინდელმა ხელისუფლებამ რეზინის ტყვიები, ხელკეტები, წყლის ჭავლი და ცხელმსადენი გაზი გამოიყენა. დაშავდა აქციის ასეულობით მონაწილე. დღის ბოლოს სპეცრაზმი შეიჭრა ტელეკომპანია იმედში და არხის მაუწყებლობა გათიშა. მძიმე მოვლენებს შედეგად საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მოჰყვა. სააკაშვილის ხელისუფლების ქმედებები კი მწვავე საერთაშორისო გამოხმაურებების მიზეზი გახდა. წლების შემდეგ ხელახალი გამოძიების ფარგლებში უფლებამოსილების გადამეტებისთვის ბრალი წარდგენილი აქვთ მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ შორისაა ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილიც. იმედში შესვლა იყო ძალიან დიდი შეცდომა, ძალიან დიდი სიბრიყვე და ძალიან დიდი სისულელე და ეს მადლობა ღმერთს ჩვენმა ხელისუფლებამ და სახელმწიფომ ძალიან მოკლე ვადაში გააცნობიერა და იმედის წინაშე ბოდიში მოიხადა საჯაროდ და ასევე იმედის ხელმძღვანელობას მიყენებული ზარალისთვის კომპენსაცია გადაუხადა და ეს უნდა ყოფილიყო ყველასათვის გაკვეთილი, რომ ამგვარი მძიმე შეცდომის დაშვება არ შეიძლება. ახლა, რასაც აკეთებს ეს რეჟიმი, ამის გათვალისწინების ნაცვლად აკეთებს იმას, რომ სადღაც შევარდნის გარეშე უბრალოდ გუდავს საერთოდ მთლიანად დემოკრატიას. 7 ნოემბერი იყო ძალიან დიდი დანაშაული და სირცხვილი, შავი ლაქა და არანაკლები სირცხვილი არის ის, რომ 7 ნოემბერი სხვებით ჰქონდა ამ ქვეყანაში და ახლაც უმოწყალოდ არბევენ ხოლმე მშვიდობიან ადამიანებს და წაქცეულ ბავშვებს სახეში ურტყამენ 20 კილოიან ფეხსაცმელს. ამიტომ 7 ნოემბერი ერთხელ არ მოხდარა, ბევრჯერ მოხდა და ხდება მანამ სანამ ამ ქვეყანას არასწორი პოლიტიკური ფორმულა მართავს. 7 ნოემბერი ეს არის ალბათ ისეთი კაფიო მორალური ხაზი ბოროტებისა და სიკეთეს შორის. 7 ნოემბერს მშვიდობიანი ადამიანები, დემონსტრანტები იყვნენ დარბეული უსასტიკესი ფორმებით. მედია საშუალება იმედი იყო დატერორებული და შესაბამისად წართმეული თავისი მფლობელისთვის და ყველაფერი ის, რაც 7 ნოემბერს დათესეს ამ მავნებელმა და ბოროტმოქმედმა ნაციონალურმა მოძრაობამ, მოიმკეს ყველა შემდგომი წელი.